Თოლს გასულ წელს 1600-მდე საჩივრით მიმართეს. მომხმარებლები ყველაზე მეტად ჭირდნენ ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსება, საკომუნიკაციო კავშირის დაზიანების და მომსახურების შეწყვეტის პირობები, უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურება და სხვა. მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივად დამცველმა სამსახურის შესული 1572 საჩივრიდან 1428-ის სრულად დააკმაყოფილა, რა გამოწვევები გამოიკვეთა ინტერნეტ და მობილური მომსახურების ბაზარზე, რა პრობლემებს აწყდებიან მომხმარებლები. ეკა გაზდელიანი გვერდება ამ აქტუალური თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში. მომხმარებელთა საჩივრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი წინა წლებთან შედარებით, თუ მაგალითად გასულ წელს 1600-მდე იყო საჩივრების რაოდენობა, 2022 წელს ეს იყო 1227, ხოლო 2021 წელს მხოლოდ 971 საჩივარი იყო შესული სამსახურში. დინამიკა ვხედავთ, რომ წლების მიხედვით მზარდია, რასაც ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენის სამსახურის მიმართ ცნობადობის გაზრდას უკავშირებს, ხოლო რაც შეეხება განცხადება საჩივრების თემატიკას, ყველაზე მეტი 410 საჩივარი ინტერნეტ სივრცეში დაუშვებელი პროდუქციის განთავსების საკითხს ეხებოდა, 331 საჩივარი ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას და მომსახურების შეზღუდვის პირობებს, 260 საჩივარი შევიდა უხარისხო სატელეკომუნიკაციო მომსახურების საკითხზე, 122 საჩივარი იყო სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების თავბაზე მომსახურების დაყოვნებაზე, 70 საჩივარი მომხმარებლის არასათანადო ინფორმირებას, ხოლო 63 საჩივარი მომსახურების საფასურის დარიცხვის სისწორეს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ საჩივრების უმეტესი ნაწილი, როგორც ტელეკომუნიკაციების ომბუდსმენი ამბობს, მომხმარებელთა სასარგებლოდ გადაწყდა და ამავდროულად დავების გადაწყვეტის ერთ-ერთ ალტერნატიულ მიმართულებად მედიაციად სახელდება. სილქნეთი და მაგთიკომი არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორები და ყველაზე მეტი მომხმარებელი ყავთ სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიმართულებით და სწორედ ამ კუთხითაც სტატისტიკური თვალსაზრისით მათთანაც მომსახურების შეზღუდვა, შეწყვეტა, არასათანადო ინფორმირება, დარიცხული საფასურის წისწორე ასე იქნა გადანაწილებული. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშავა მექანიზმი, ეს არის საიტი შეამოწმე.ჯი, რომლის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ძალიან მარტივად გადაამოწმოს მასსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რამდენად ხელშეკრულების პირობების დაცვით მიაწვდის კომპანია მას მომსახურებას, ინტერნეტ მომსახურებას მიმართებაში. კომპანიები ძირითადად ითვალისწინებენ კომუნიკაციების ომბუდსმენის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და უკვე როგორც გითხარით, ამ 1600-მდე საჩივრიდან 90%-ზე მეტი დადებითად იქნა გადაწყვეტილი. საქართველოს მედიატორთა ასოციაციასთან და აღნიშნულ სამსახურთან შორის არსებობს მემორანდუმი გაფორმებული, რომელიც შარშან მოეწერა ხელი და სწორედ ამ მემორანდუმის ფარგლებში უგეგმავთ არაერთი ცნობიერების ამაღლების კამპანიის შეხვედრითი ღონისძიებების გამართვას. ჩვენი ასოციაცია გახლავთ მედიატორთა ასოციაცია, რომელიც ემსახურება და არის პირველ რიგში დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება საქართველოში, ერთის მხრივ უზრუნველყოფს სასამართლო მომართვიანობის და დავების განტვირთვას და ჩვენი სამსახურები გავს გარკვეულწილად ერთმანეთს იმ მხრივ, რომ აქაც ისევე როგორც კომუნიკაციების ომბუდსმენის შემთხვევაშიც ვცდილობთ, რომ დავები მშვიდობიანი გზით კონფლიქტის და ყოველგვარი სასამართლო გახანგრძლივებული და გაჭიანურებული პროცესების მიღმა მოვაგვაროთ. საინტერესოა, რომელი კომპანიებთან მიმართებაში აქვს მომხმარებელს ყველაზე მეტი პრეტენზია, რომლის მიმართ შევიდა უფრო მეტი საჩივარი? დიახ, მაია, რაც შეეხება ზუსტად ამ საჩივრების რაოდენობას, გასულ წელსაც, ისე როგორც 2022 წელს, ყველაზე მეტი საჩივარი ამ შემთხვევაში სილქნეტის წინააღმდეგ შევიდა სამსახურში, საუბარია 39 საჩივარზე, შემდეგია მაგთიკომი 269 საჩივრით, selfie mobile 117 საჩივრით, Skytel 64 საჩივარი შევიდა მის წინააღმდეგ და ამას მოჰყვებიან სხვა კომპანიები. რაც შეეხება კონკრეტულად მაგთიკომს, რომელსაც დამატებითი ვალდებულების დაკისრება ემუქრება კომუნიკაციების კომისიის მხრიდან, როგორც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, ჩვენ გითხებთ კომუნიკაციების ომბუდსმენს, ხედავს თუ არა საჭიროებას და რამდენად ზარალდება მომხმარებელი ან ხედავს თუ არა მომხმარებლის უფლებების დარღვევის ნიშნებს მაგთიკომის საბაზრო ძალაუფლებით. კომუნიკაციების ომბუდსმენი პასუხობს, რომ ხედავს ამ კომპანიისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას. შეგახსენებთ, რომ მარეგულირებელი მაგთიკომს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნევს და ამბობს, რომ კომპანია ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე კონკურენციას უდავს, ამიტომ მას შესაბამისი ვალდებულებები უნდა გაეკისროს. დიახ, აღნიშნული მიმართულებით არაერთი კვლევა, არაერთი ინფორმაცია იქნა განთავსებული საქართველოს კომუნიკაციების კომისიის მიერ ოფიციალურად, როგორც მათ ვებგვერდზე, ასევე სოციალურ ქსელში და როგორც თქვენ აღნიშნეთ, მართალი არის ამ კუთხით მიმდინარეობს სპეციალური სამუშაოები, უკვე ერთ წელზე მეტი არის კომისიის მიერ და იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რომ როგორც კომისია აცხადებს, გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, ვალდებულებები დაეკისრება
კომპანიას, რაც მომხმარებელთა სასიკეთოდ იქნება გადაწყვეტილი. ხედავთ ამ საჭიროებას როგორც დიახ. დაიკისრება თუ არა მაქთმობს დამატებითი ვალდებულებები ამას კომუნიკაციების კომისია აგვისტოში გამართულ სხდომაზე გადაწყვეტს, ხოლო რაც შეეხება ზოგადად საჩივრებს და მომსახურების ხარისხს, მომხმარებელს საჩივრით შეუძლია მიმართოს საზოგადოებრივ დავცველს, როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული პოსტით ან ვებგვერდის საშუალებით, უკვე განაცხადის დამუშავების შემდეგ კი დადგინდება საჩივარი აკმაყოფილებს თუ არა ყველა მოთხოვნას და მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას ამ შემთხვევაში წარედგინება 5 სამუშაო დღე ინფორმაციის წარმოსადგენად საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში. ასეთი იყო ეკა გაზდელიანი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. ეროვნულ ბანკმა არასაბანკო ინსტიტუტზე ღია ბანკინგის პირველი ლიცენზია